მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლის თავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას და თქვენ იცით, რომ დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფოს ლიდერი, ასევე აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლები. პუტინი გამოდის სიტყვით ამ კონფერენციაზე. ბატონი კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან. ეს არის უტყუარი ნიშანი იმისი, თუ სად მიდის, თუ უკვე სად მისული არის ეს რეჟიმი, რამდენად უკვე ასრულებს ყველა რუსეთის დავალებებს. ეს არის სიგნალი, რომ ოცნება სურს პუტინთან კომუნიკაციის დამყარება. დაბალ დონეზე ბუნებრივია შესაძლებელია კომუნიკაცია ყოფილიყო მით უფრო იქ. ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც სუფევს დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში, ამიტომ აქ სიღრმისეული კომენტარების გაკეთება მე მგონი არ არის. არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის. რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ასევე არიან ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა აქ ძალიან ბევრ უარყოფით ნიშანს ხედავთ, რომ საქართველო არ თამაშობს იმ როლს, რასაც უნდა თამაშობდეს სწორედ იმ შუა დერეფნის მშენებლობაში, რომელიც აი ამ ყველა რესპუბლიკას აკავშირებს, მაგრამ მათთან კავშირი შეიძლება სულ სხვა ფორმით ორმხრივ ურთიერთობებში. ამ ფორუმზე ჩასვლა, თავიდანვე დაპატიჟებაზე გამოხმაურება უკვე ნიშნავს, რომ იქ როდესაც მოხვდები, მერე უკვე ადგილზე დემარშების გაკეთება, ეს არის ყველასთვის უხერხულობის შექმნა, პირველ რიგში მასპინძელისთვის. ასეთ სამიტზე საერთოდ შეეძლო საქართველოს მონაწილეობაზე უარი ეთქვა, მაგრამ ვერ იტყო და ქართული ოცნება, იმიტომ რომ ის არის გარიყული მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან. პუტინთან ერთმი, რომ არანაირი შეხვედრა მათ შორის, ერთი ჩვენ რა ვიცით რა შეხვედრა შედგა იქ ახლა უკაცრავად, ეს ერთი. მეორე, იქ თუ დემონსტრაციულად არ მოხდა კობახიძესა და პუტინის შორის შეხვედრა, ეს რამენაირად ნიშნავს იმას, რომ უკანა არხებით მათ შორის კომუნიკაცია არ არის. ჩვენ მოქმედებთ მხოლოდ ქართული ხალხის ეროვნული ინტერესებით. ვინც მზად არის პატივისცემს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართული ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის და ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც პატივისცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. ვინც პატივს არ სცემს ამ ინტერესებს, მათ არ. რუსეთის მხრიდან ჩვენი ქართული ხალხის ეროვნული ინტერესების მიერ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. შესაბამისად არ ვსაუბრობთ.